რა გაგახარებთ ჩაფიქრებული პიროვნების მხრიდან. მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით ვნახოთ ასეთი ექსპრეს საჯარო გაშლა თემით თუ რა გაგახარებთ ჩაფიქრებული პიროვნების მხრიდან. ამის წინ შევხვდა გაშლა ზუსტად ასეთ თემაზე და გადავწყვეტე რომ თქვენთვისაც გამეკეთებინა. თუმცა მეგობრებო, მე გავაკეთებ ამ გაშლას მოკლედ და ზოგადად ვნახოთ საერთოდ რამე გაგახარებთ თუ არა, ხო? მისი მხრიდან იქნებ საერთოდ არაფერი არ გვახარებს. კარგით. ჩაიფიქრეთ პიროვნება ნებისმიერი და დავარიგებ ახლავე ვარიანტებს, უნდა აირჩიოთ ერთი ან ორივე, რომელიც მოგიზიდავთ. როგორც მოგიზიდავთ, უფრო სწორად და ვნახოთ, აბა რა გაგახარებთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების მხრიდან. პირველი ვარიანტი თქვენ რა გაგახარებთ და მეორე ვარიანტი თქვენ რა გაგახარებთ. პირველი ვარიანტი ეს თქვა იყოს და მეორე ვარიანტი ასეთი თქვა. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და მორგებული თქვენზე. ასევე ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად გთხოვთ რომ მოიწონოთ ეს პოსტი, დააკომენტაროთ უკავშირისთვის. ჩაიფიქრეთ, კარგად კონცენტრირდით. უმჯობესია ერთ ადამიანზე და ერთ ვარიანტზე მეტი არ ჩაიფიქროთ. და ვნახოთ, აბა გაგახარებთ თუ არა რამე ჩაფიქრებული პიროვნების მხრიდან და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი, აბა გაგვახარებს თუ არა რამით არკანის სამართლიანობა, ეგრევე უფროსი არკანი გვეცა. მომდევნო სამ თვეზე გავშლით დაახლოებით, აბა გაგახარებთ თუ არა რამე მისი მხრიდან. პირველი ვარიანტი. ნახეთ მეგობრებო, ძალიან დიდი ალბათობით გაგახარებთ, კი ბატონო, მაგრამ რა გაგახარებთ, ხო? პირველ რიგში აქ მე ნამდვილად არ ვუყურებ რაღაც მარტივ სიტუაციას და მარტივ ურთიერთობას, იმიტომ რომ ორი უფროსი არკანი ამოვიდა, არკანის სამართლიანობა და არკანი ქურუმიკაცია, ასევე კვერთხების სამიანი და რამ შეიძლება გაგახაროთ. პირველის ყოვლისა აქ შესაძლებელია იყოს ურთიერთობის ჩაღრმავება რაღაც მომენტში, რომ ახლა თქვენ შორის იყოს გარკვეული დისტანცია, გარკვეული სიჩუმე, აქ ურთიერთობის ჩაღრმავება იქნება აუცილებლად რაღაც მომენტში, თქვენი გზები გადაიკვეთება, მოდით ასე ვიტყვი და ეს გაგახარებთ, თუ ახლა თქვენ შორის კონტაქტი არ არის, ხოლო თუ თქვენ შორის არის კონტაქტი, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ კი ბატონო, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, აქ იქნება ურთიერთობის ჩაღრმავება და ნახეთ, აქ შესაძლებელია იყოს მისი მხრიდან შეხვედრის ინიციატივა. ინიციატივა იმისა, რომ აი მოდი შევხვდეთ, მოდი იქა-იქ წავიდეთ ერთადო, ხო? დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა გაგახარებთ მისი მხრიდან, უფროსი არკანი, არკანი იმპერატორი, რა ქვია, ზომიერება და არკანი კოშკი. ისევ უფროსი არკანები გვეცა აქ. ისევ და ისევ აქ მე რაღაც ძალიან რთულ ურთიერთობას ვუყურებ. რა ხდება მეგობრებო თქვენ შორის? ხან ერთად ხართ, ხან არ ხართ, ხან ხართ ურთიერთობაში, ხან არ ხართ, თუ ხან მოდის და ქრება, რაღაც ასეთი ენერგიები იგრძნობა. რაღაც ასეთი იგრძნობა. ერთადერთი გაგაფრთხილებთ პირველი ვარიანტი იმას, რომ რაც გაგახარებთ მისი მხრიდან, ეს შესაძლებელია ახლო მომავალში ნამდვილად არ იყოს. შესაძლოა მომდევნო 3 თვის განმავლობაში, კი არა 4, 5, 6 თვის განმავლობაში გაიწელოს სიტუაცია. და ნახეთ, ყველას არ ეხება ის ინფორმაცია, რომელსაც ახლა გავაშხერებ, მაგრამ ძალიან ბევრი თქვენგანის შემთხვევაში აქ სავსებით შესაძლებელია ბევრად უფრო მეტი ნერვები, ბევრად უფრო მეტი დრო დაგეხარჯოთ ამ ადამიანზე, ვიდრე მიიღოთ მისი მხრიდან რაღაც გარკვეული სიხარული. თუმცა გავიმეორებ, ეს ყველას ნამდვილად არ ეხება, ხო? რა გაგახარებთ? გაგახარებთ ის, რომ ადამიანი რაღაც კონკრეტულ ასპექტში აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, ადამიანი გარკვეულ კრიზისულ მომენტში გამოჩნდება თქვენს რეალობაში, თუ თქვენ შორის ახლა არ არის კონტაქტი, თუ თქვენ შორის ახლა არ არის კომუნიკაცია მაგალითად, ხო? ხოლო თუ არის კომუნიკაცია, ისედაც ამ შემთხვევაში გარკვეული კრიზისული მომენტიდან ეცდება ადამიანი რომ გამოგიყვანოთ, ან თვითონ გამოვა, მაგალითად, თუ ახლა თქვენს ურთიერთობას ხელს უშლის გარკვეული მისი კრიზისები, მისი ტარაკნები, ასე ვთქვათ. ასევე რა გაგახარებთ? გაგახარებთ ის, რომ გარკვეული ჰარმონიისკენ ეცდება ადამიანი, რომ წაიყვანოს ურთიერთობა. კიდევ დავამატოთ არკანები, რა გაგახარებთ აბა მისი მხრიდან.
პირველი ვარიანტი კვერთხების შვიდიანი, ხმლების ტუზი, არკანი მზე, კიდევ უფროსი არკანი. აქ გაგახარებთ რაღაც აღიარება მისი მხრიდან, რაღაც გარკვეული შინაგანი ბრძოლები ჩანს აქ, შინაგანი ომები, როგორც თქვენში, ასევე ამ ადამიანში და თითქოს ამ შინაგან ომებში რაღაცეები გახდება ბევრად უფრო ცხადი, ბევრად უფრო გასაგები, როგორც თქვენთვის, ასევე ამ ადამიანისთვის. აქ ამ ადამიანისგან თქვენ მიიღებთ აუცილებლად რაღაც გარკვეულ აღიარებას, რაღაც გარკვეულ სითბოს, ასევე აქ იქნება მცდელობები იმისა, რომ შეხვედრის შემოთავაზება იგრძნობა აქ რა, თუმცა ეს ყველას არ ეხება. შეხვედრის შემოთავაზება შეიძლება იყოს აქ. მაგრამ ყველაზე მკვეთრად რაც იგრძნობა, ეს არის გარკვეული აღიარება, თქვენი გზების გადაკვეთა და გარკვეულ კრიზისულ მომენტში თქვენი დამშვიდება, თქვენთან გვერდში დგომა, თქვენი დახმარება მოულოდნელად. და რაღაც კონკრეტულ ასპექტებზე პასუხისმგებლობის აღება მისი მხრიდან. თუმცა მე აქ საკმაოდ არაჯანსაღ ურთიერთობას ვუყურებ, ან ძალიან ქაოტურ ურთიერთობას, გაუგებარს, ამიტომაც პირველი ვარიანტი შეიძლება არ გესიამოვნოთ ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ თქვენს ადგილას მაინც 100 ჯერ დავფიქრდებოდი, რამდენად მჭირდება ეს ადამიანი საერთოდ. კარგით, სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ძალიან დიდი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, აბა რა გაგახარებთ მისი მხრიდან? უფროსი არკანი განდეგილი. თუ თქვენ გინდათ რომ ადამიანმა თავი დაგანებოთ, თავს აუცილებლად დაგანებებთ, თუ თქვენ ვიღაც ასეთი ჩაიფიქრეთ, რომ როდის შემეშვება, როდის დამანებებს თავსო. დავამატოთ არკანები, რა გაგახარებთ მეორე ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების მხრიდან, აბა არკანი პენტაკლების მეფე და არკანი ქურუმი ქალი. ისე უფროსი არკანები. ხმლების სამიანი, კვერთხების ორიანი, ხმლების შვიდიანი და პენტაკლების მეფე. კიდევ ერთი დიახ, ამ ტაროს დასტაში რამდენიმე ხმლების მეფე გვყავს. და რა გაგახარებთ ამ ადამიანის მხრიდან? პირველ რიგში, როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, თუ თქვენ აქ ჩაიფიქრეთ ვიღაც თქვენი არაკეთილის მსურველი, ვისგანაც გინდათ მოშორება, ვისი მოშორებას გინდათ თქვენი რეალობიდან, ეს ადამიანი ძალიან დიდი ალბათობით ნელ-ნელა აუცილებლად დაიწყებს მოშორებას, ხოლო თუ აქ რაღაც ასეთი სიტუაცია არ არის, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი ნელ-ნელა თქვენთან დაიწყებს გახსნას. აქ თქვენ ამ ადამიანთან იგრძნობთ რაღაც ისეთ კავშირს, თითქოს თქვენ გაქვთ ცალკე თქვენი სამყარო, სადაც ადამიანი თქვენ სადაც ადამიანი თქვენ გიზიარებთ ყველაფერს, თავის ყველა დარდებს, თავის ბნელ და ნათელ მხარეს, რომელსაც საერთოდ არავის არ უზიარებს, ხო, რაღაც ასეც გაგრძნობინებთ აქ აუცილებლად ადამიანი. ასევე ადამიანისგან აქ მოდის გულის გადაშლა, გრძნობების გადაშლა, პლუს ამასთან ერთად პენტაკლების მეფე ამოვიდა ორჯერ, აქ სავსებით შესაძლებელია ადამიანმა რაღაც გარკვეული საჩუქარი გააკეთოს თქვენთვის, თანაც ძალიან დიდი, ძალიან ძლიერი და ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად ადამიანი შეიძლება თუ თქვენ შორის დისტანცია არის, ჩამოვიდეს მაგალითად ან რაღაც ასეთი გააკეთოს, ხო? მაგრამ ყველაზე მკვეთრად აქ იგრძნობა უფრო მეტად საჩუქარი ან სადღაც დაპატიჟება. დაპატიჟებაც შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო ყველაზე მეტად რაც მოდის აქ, ეს არის საჩუქრის ენერგიები. რაღაც ძალიან დიდი საჩუქრის ენერგია მოდის. თითქოს ეს ადამიანი რაღაც ისეთ ფინანსურ ენერგიას ჩადებს თქვენს ურთიერთობაში, თქვენს კომუნიკაციაში, რასაც საერთოდ ოდნავადაც კი არ ელოდებით და რაც ძალიან გაგახარებთ. და სავსებით შესაძლებელია ადამიანმა ზუსტად ის ენერგია ჩადოს თქვენში და თქვენს ურთიერთობაში, რაც აქამდე თქვენ სხვა ადამიანისგან არასდროს არ გიგრძნიათ. ხვდებით ხომ? რაღაც ძალიან დიდი საჩუქარი მოდის მისი მხრიდან. ფინანსური ენერგიით. ფინანსური დიდი ენერგია მოდის მისი მხრიდან. და გავიმეორებ, თუ თქვენ აქ ჩაიფიქრეთ ვიღაც ისეთი ვისი მოშორებაც გინდათ, ამ შემთხვევაში თქვენ იგრძნოთ იმას, რომ თქვენ ამ ადამიანისგან ხართ დაცული, რა თქმა უნდა, თუ თქვენ მისი მოშორება გინდათ. მოდით კიდევ მინდა დავამატო აქ არკანები. რა გაგახარებთ მისი მხრიდან? ხმლების მეფე, კვერთხების 10-იანი, პენტაკლების 2-იანი. მეგობრებო, რაღაც საჩუქრები მოდის. საჩუქრები რაღაც ანალიზი მოდის ასევე. თითქოს აქ ადამიანი ნახეთ
თითქოს აქ ადამიანი ნუ ხო აღიარებაც შესაძლებელია გააკეთოს რაღაც აღიაროს თავის თავთან დაკავშირებით, თავის გრძნობებთან დაკავშირებით, ხო, მაგალითად რაღაც გარკვეული საიდუმლო გაგიმხილოთ, რაც თქვენ გაგახარებთ მისი მხრიდან, აი გახსნა მოდის რა, აი თითქოს ნელ-ნელა იხსნება ადამიანი თქვენთვის. ყვავილივით იფურჩქნება თქვენთვის ადამიანი აქ აშკარად და მოდის საჩუქრები. მოდის საჩუქრები. კარგით, მეც აქ ნამდვილად აღარაფერს აღარ დავამატებ, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.